გამარჯობა. Hello. სად მივდივართ? აბა სად მივდივართ? El Clásico ხო იცით? კი ბატონო. ეგ არა და მეორე. ტორპედო დინამო. როგორც შეგბირდით, ქართულ საკლუბო ფეხბურთს არ შევეშვები, არც ერთ შემთხვევაში. სულ რო რეიტინგში გაგვისწროს San Marinos ქალთა ფეხბურთმა. ეხლა ხო მარტო San Marinos უსწრებთ. ხო და მაინც ჩვენ უნდა დაუდგეთ გვერდით ქართულ საკლუბო ფეხბურთს. და მე გეტყვით კიდე რა გეგმები მაქვს ნელ-ნელა. არ ვაპირებთ დანებებას. მოკლედ გეზი გვაქვს ქუთაისისკენ. ქუთაისში მივდივართ და ალექსა ძაგნიძე გველოდება ქალაქის გასასვლელში. ტრანსფერი გავაკეთეთ ჩვენ ველდანთან 100,000 евро გადავიხადეთ. ერთი წლის იჯარა. როდესაც ქუთაისს და ტორპედოს ეხება საქმე, ალექსა გადმოვიყვანეთ ჩვენს არხზე რა. ესეთი ერთწლიანი არენდა გამოსყიდვის უფლების გარეშე გავაკეთეთ ველდანთან რა. ასე იაფა? ბიჭო 42 წლის არის. გავუვიდა ვადა. ოკეი, აბა. კაი. მივიდეთ ალექსასთან. ტორპედოსკენ ხართ ხო თქვენ? სად ჭამოთ? ჭამა გასო. ქართულ კლასიკოს უხდება ნიყვი რა. ალექს, შენ რას ფიქრობ? ნიყვი დინამო ტორპედოს წინ ნიყვი აუცილებელი არის თუ არა? კი, აუცილებელია. ხერესი ხეტაფეს წინაც აუცილებელია ნიყვი. შეიძლებოდა ალექსას თავისი კარიერა სწორად რო წაეყვანა. ორი ეჭამა. აქ ყოფილიყო რა. და ამით კი არ მოსულიყო. რამ შეგიშალა ხელი რომ ქუთაისის ტორპედოში დიდ გუნდში გეთამაშა? შუქი არ მქონდა. წყალი არ მქონდა. ასეში ბუცები ყოველი თამაშობა. ბუცები საჭირო არის. ნუ ბევრი ხელი შემშლელი ფაქტორი იყო მაგ პერიოდში საქართველოში. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მენისკი არა, კაი მენისკი ქონდა, მაგრამ განარჩენმა როგორ გავიყვანოთ დრო მატჩის დაწყებამდე 1 საათი და 10 წუთი გვაქვს მოსაკლავი. ამიტომ გთავაზობთ რუბრიკას კლასიკოს ამბები ალექსასგან და ჩემგან. ალექს, რა შენი ამბები მე ხო მიყვარს ძალიან და ჩვენს გამომწელებსაც უყვართ შენი ტორპედოული ამბები რა და ეხლა მე მიკროფონს გადმოგცემ და რაღაცები მოგვიხევი. გაგვაყარებინე დრო. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ისტორია, ანუ ფეხბურთის დროს წვიმა იწყებს, ხო იცი, ანუ წვიმის დროს სანამ დაიწყება უნდა გაასწრო და მე გასვლა უკვე ესეთია რა, ანუ თვითონაც და ძალიან დაუშვა და ჩემცილ ტიპი იყო და ძალიან აწვის და ესე გამწერული ნახე და პრემიერ ლიგა სას გაუბრაზდა რა საქართველოს ჩემპიონატია მაგის დედავანდი არ მოეშვა წვიმა და ანუ კლასიკოზე მოხს ბიჭო ერთი ასეთი ისტორია ჩვენმა უბნელმა თბილისში ჩააბარა რა და ეს უბნელების ნაწილმა ძალიან ცუდად მიიღო რა და ერთი კვირის დაწყებული ქონდა სწავლა და ჩამოვიდა ტორპედო დინამო არის და 2-0 წავაგეთ და მივდივართ უბნელში და ხვდებოდა რა ვქენითო და მე იგე თქვენ ეგრევე ვაციანი გახდა ხო მოხალატე მე მაქვს ერთი მაგარი კლასიკო ამბავი რა 2002 წელია შენ ხარ სტადიონზე სავარაუდოდ ბოლო ტურია მაგთამარზე ვარ ტორპედო დინამოა თუ იგებს ტორპედო ჩემპიონი ხდება ტორპედო თუ იგებს დინამო ხდება ჩემპიონი და ფრეზე ლოკომოტივი გეთი მატჩი ბოლო ტური აი ხო ხდები რა თამაშია და სტადიონი სავსეა განათებაზე ხალხია
კიბეებზე ხალხია, ფეხზე კიდე გარშემო ხალხი დგას. ალბათ 20,000-ზე მეტი კაცია რა. ასათიანის პენალტით მოვიგეთ და საჯმა დასტვინა და ეს 20,000 კაცი გადაცვიდა მოედანზე. კაი როგორც ინგლისელები ამბობენ, მინდორი დაიტბორა ხალხით რა. მეც მინდა რა, ხო და გადავხვდი. და გაიშნიკი გვალქუდიანი კაცი ჩამოვლო ხელი და არ შეიძლებაო რა, ასაკეთებო. დამამუნათა რა. 20,000 კაცი ზეიმობს იქ მოედან. მარტო მე ვარ ღობესთან. ხო? არ მიშვებს რა და მეთქი ყველა იქ არის და ეგრე ახლა სხვას რას უყურებო შენ არ შეიძლება ხო წესიერად მოიქეციო და დგაო არა ხა უყურებ ზეიმს ხო და ეს ხალხი ხო დადის ხა წრეებზე მიდიან მოდიან ზეიმობენ რა შენც მოედანზე ხარ და ბიჭო აი ეს ხო დგაო არა ხა მოწყენილი და ჩამოიარა შაშიაშვილმა რა ესეც ხალხთან ერთად ზეიმობს მოედანზე და შაშიაშვილმა ჩამოიარა და პოლიციელს ვეუბნები რომ ბიჭო გუბერნატორი შევარდა მოედანზე შემიშვი რა და მაგ არგუმენტმა უკვე გაჭრა რომ ანუ გუბერნატორიც რო შევარდნილია მოედანზე ახლა მარტო მე ვარ გამიშვა ხო ხდები რა ისეთი თემა არის რა გადავედი მეც და შეუერთდი სახალხო ზეიმს ბიჭო ტორპედოზე რა მიყვარს ეცი შეძახილებიდან აი ისეთ უცნაურ გატრაკებას მოისმენ რა ისეთ უცნაურ საყვედურს მოისმენ რომ აი ჩემი საყვედური გითხრა კარლოს დაროჩა დაიმატა ბრაზილიელი მარჯვენა მცველი დინამომ და თამაში გვაქვს და წავაგეთ დაროჩას ერთადერთი გოლით ეგ თამაში და მიიღო ბურთი აი მარჯვენა მცველმა სადაც უნდა მიიღოს რა თავის ნახევარზე რა დაიძრა რა მიდის რა გაცდა ერთ კაცს მეორეს გადაკვეთა მოედნის ნახევარი გადმოვიდა ჩვენს ნახევარზე კიდე მოატყუა ვიღაცა შემოვიდა საჯარიმოში და ჩემი ძვაკაცი წამოდგა და რა იყო ბიჭო აუბრაზდა რაზე გაუტრა კაი სადგოლია იმას სახვაზე ყავდა. სახვაზე როგორ ძალიან აგვიყლა. ვინა, ჯუგიო და სახვაძეო ვიღაცა მოთხრა და მე აქეთ აფანგიდანაც აგვიყლა ვიღაცამ და ეგიც სახვაძია. ხანაირი საყვედური არის. აი დაფიქრდი ეხა რა საყვედური არის. ეხა სერიოზულად. კი ბატონო. ეხა გეტყვით რა გეგმა მაქვს მე. ეხა ცოტა მძიმე დრო დაგვიდგა ქართულ საკლუბო ფეხბურთს. ყველამ გაგვასწრო რეიტინგში. ჩვენ რო ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ, გვჭირდება პირველ რიგში კლუბების პირადი რეიტინგის გაუმჯობესება. იმიტომ რომ შეუძლებელია ჯგუფურზე იფიქროთ თუნდაც კონფერენციის, ჯგუფური დაუძახოთ ისე ძველებურად. კარგი პირადი რეიტინგის გარეშე. პირადი რეიტინგი დგება ბოლო 5 სეზონის მიხედვით. ანუ ბოლო 5 სეზონის განმავლობაში კლუბი რა რეიტინგსაც აკრებს ევროტურნირებზე, მისი ჯამი. ამისთვის აუცილებელია, რომ კარგი რეიტინგისთვის აუცილებელია, რომ 5-ვე სეზონი ნათამაშები გქონდეს რა. იმიტომ რომ თუ 5 ჯერ ზედიზედ არ ითამაშე, მარტო 3 სეზონით იმდენი ქულის აკრება, რომ კაი რეიტინგი გამოგივიდეს რთულია. ტორპედოს ეხა აქ თუ სწორად მახსოვს ზედიზედ 3 სეზონი ევროტურნირებზე ნათამაშები და რაღაც ნორმალური რეიტინგი მოგროვდა. ჩვენ ეხა რომ წელს ევროსაბჭოს გარეშე დავრჩეთ, გამოდის რომ 1 სეზონი ამოგვივარდება 5-დან რა და მე ვთქვათ 4-ის ჯამით მოგვიწევს რეიტინგის აგროვება. ან ძალიან ცუდი რაღაცა იქნება რა. ჩვენ ეხა გვინდა რომ კიდე 2 წელი უეჭველი გავიდეთ ევროტურნირებზე, თითო ეტაპი გადავლახოთ და 5-ის ჯამით უკვე მოგროვდება რაღაც რეიტინგი, რომ განთესილი იყო. და ეგრევე რთულ გუნდებს აღარ შეხვდები. ახლა მეორე ეტაპზე რომ ომონიას ხვდები, ძალიან ცუდია რა. ახლა ომონია ძალიან კაი გუნდია მეორე ეტაპისთვისაც და მესამე ეტაპისთვისაც რა. ამიტომ წელს ახლა მე გულშემატკივრობ, რომ ტორპედო არ დარჩეს ევროსაგზურის გარეშე. ეს 5 წლები შევასრულოთ, რომ 5-ვე წელს რაღაცა ქულა გქონდეს აღებული და განთესვისთვის როგორც წესი 5 ზემოთ ქულა, როგორც წესი საკმარისია ხოლმე პირველ მეორე ეტაპზე კონფერენციაზე. ლიგაზე შიდათ რო ვიყოთ 6-7 ქულა გინდა რა. ჩვენი პრობლემა რა არის, რომ ისეთი სტაბილური გუნდი, რომელიც 5 წელი ზედიზედ გავა ევროტურნირებზე,
არ ერთი წელი კაი გუნდი იქნება, მეორე წელი კაი გუნდი იქნება, მე საერთოდ ვეღარ გავა ევრო ტურნირებზე და ანუ ვერასოდეს წესიერი რეიტინგი ხელში ვერ დავიჭირეთ. ველდანი გამოიწერეთ, გამოიწერეთ უჯარი, მოდი. ფუტბარი გამოიწერეთ, ყველაფერი გამოიწერეთ. ყველა კარგი არხი გამოიწერეთ. იმიტომ რომ თქვენ რა გამოიწერთ, რა აზრი იქნება სხვა გამოიწერეთ. რა აზრი იქნება ჩვენს საუბარს ქართულ ფეხბურთზე. ვერ მივიტანთ იმ ადამიანებამდე, ვისაც გვინდა რომ მივიტანოთ რა. Давай, Лаца, Яков, давай. Okay. Aval egre. Neka igra sam, trebamo da još jedan jebeni mal, neka igra sam. Ja to ne mogu da verujem. Jebo, pas mater u pičku. Foda-se! მეგობრებო, ერთი კარგი ამბავი მაქვს.
ტორპედოს ბაზა გალამაზდა, გაკეთდა, დამშვენდა. ხვალ წავალთ, გადავიღებთ, გაჩვენებთ, როგორ გამოიყურება. მანამდე კი ლევან ზარიას, სამედიცინო გუნდის ხელმძღვანელს ტორპედოსას ვკითხავ, რატომ სამედიცინო გუნდის ხელმძღვანელს? იმიტომ რომ ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი სწორად იყოს, მინდვრების რეაბილიტაციო ცენტრი და ასე შემდეგ. ლევან, გითხარი, აბა რა კეთდება ბაზაზე კი არა და რა გაკეთდა და რა იქნება უკეთესად ფეხბურთელებისთვის პირობები, ასე შემდეგ. მოგესალმებით პირველ რიგში. რა თქმა უნდა, წინსვლაგოს ქუთაისის ტორპედოს საცხოვრებელ ბაზაზე გაკეთდა სარეაბილიტაციო სივრცეები. სარეაბილიტაციო სივრცეში გამოიყო რეალურად ფიზიოთერაპიის სივრცე გაკეთდა. გაკეთდა თანამედროვე სტანდარტების აღჭურვილობით საორჯიშო დარბაზი, რომელიც არის ძირითადად უპრეცედენტო შემთხვევაში, რომ აწყობილი არის ელე ეკოსისტემით, რომელიც საქართველოში პირველია რეალურად. ასევე გაკეთდა სარწმუნოები მოედნები, ერთი ახალი მოედანი სრული, რომელიც არის სტანდარტული, ხოლო მეორე გაკეთდა 30-30-ზე, რომელიც არის სარეაბილიტაციო. თაშა გავაკეთეთ ქვიშის მოედანი, სადაც აღდგენით პროცესებს მართავთ და რეალურად ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელებისთვის ეს ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა, ყოველთვის კარგის მომტანი იქნება და მათ წარადგება როგორც სარეაბილიტაციო პროცესების მართვაში, ასევე რეალურად სარწმუნო პროცესებშიც მათთვის იქნება ეს უკეთესი. წარმატებები. მადლობა დიდი. წავიდეთ ახლა ბაზა დავათვალიეროთ. უпроსტად ხვალ. დღეს დავისვენოთ. თამაშს რაც შეეხება, ბარემ აქვე შევაჯამებ მატჩს. თან ცოტა ვიარეთ. წამო. ესეთი მატჩი გამოვიდა. ვერ ვიტყვი რომ საუკეთესო კლასიკო იყო, რაც გვინახავს, მაგრამ კარგი საღამო გამოვიდა. კარგი ამინდი იყო, გულშემატკივარიც იყო სტადიონზე, დაძაბულობაც იყო, გინებაც იყო. ცოტა ყველაფერი იყო, რაც საჭიროა და კიდე ჩამოვიდეთ. სხვა ქალაქებშიც ჩავიდეთ. მეტი ყურადღება დავუთმოთ. რაც შემიძლია, მე ეს შემიძლია რომ ვაპიარო საქართველოს ჩემპიონატი და მეტი დასწრება გვინდა რა, მეტი დასწრება და მეტი ყურადღება. ფეხბურთელები ცოტა მსახიობებივით არიან რა. იქ ტაში თუ არ არის, არ გამოდის ისეთი მუღამეთი. კი, კი. მუღამზეც იყო ორივე გუნდი მუღამზე. თან ამინდის პროგნოზმა მოგვატყუა. ამინ ეწერა რომ მეორე მოსვლა იქნებოდა და არ მოვიდა. ამის გამო ვიღაცებმა შეიკავეს თავი, უფრო მეტ გულშემატკივარს ველოდი. მაგრამ როგორც ჩანს ამინდისაც ცოტა შეეშნა. ნახე ვინ გამოვიჭირე? როგორ ახარ? კარგად, თავად. მატჩის შეფასებას არ გთხოვ? მატჩის შეფასებას კომპეტენტურმა პირებმა. ხო არის ყველა ჯანმრთელად კი, რაც თავარია, ტრამვები არ ხონია, შვიდობიერად, წყნარად, შვიდად ჩატარდა ყველაფერი გადასარევად. ის სად არის შენი ძმაკაცი? არ ყოფილა დღეს, იმიტომ რომ ხმა არ გამიგონია. ერთხელ კიდევ ვარტყი წრე, მაგრამ აში და ყველაფერი გაიგო. წარმატებები? აი ხარეთ თქვენც ასევე ჯიგრები. აბა თქვენიცით ჯანმრთელად იყავით, კარგად იყავით. წამო ქუთაისი განახო კარგად. ბოდიში მინდა ხალხს მოუხადო ჩემი გარეგნობის გამო. არა, მართლა ძალიან კარგად გამოიყო. გუშინ ქალაქმა მოგვეფერა, ქუთაისი ლამაზა. ცოტა თავი გევტკივა, მაგრამ მაიცადეთ და შემოვადრიალა. კარგად, ეხა კარგად. წეგან არ გიყავი. არიზი რო ხდება და ამის ისტორია იცი ხო? მოკლედ აქ ეიფელმა ეს ნახა. ძალიან მოეწონა და ამასო ძალიან დიდს გავაკეთებო და წავიდა გააკეთა რა. კაის გამოუვიდა კი, ისე. ჩვენ როგორ ვერ მოვიფიქრეთ რომ დიდი გაგვეკეთებინ. არა, ეს პატარა უფრო მომწონს. ესეთი არა, კუსკუსა არის რა. ეხა როგორ მოვიქცეთ? 5 საათზე გვაქვს სერიოზული შეხვედრა ერთი. და პლუს მე ბაზა უნდა გადავიღოთ. რა გაკეთდა, როგორ გაკეთდა და მოდი ცოტა დრო მოვკლათ, დავსხდეთ. და რაღაც თემები ჩამოვყაროთ, რაზე ვისაუბროთ, როგორ ვისაუბროთ, მოვემზადოთ შეხვედრისთვის რა. დაგენძრევა. დაგენძრევა. დავიჭიროთ, მოვიწყდით.
გაგვექცა. ენა შუმახერ. ო! დაგიჭირე. ეს რა მოხდა? აია ბავშვობა. პატიკო მოდი ქუთაისის ცნობილი ბაობაბი სხე გაჩვენო. ეს არის საქართველოში გახარებული ერთადერთი ბაობაბი, რომელიც იმერეთის მეფემ აფრიკიდან ჩამოიტანა. ეს არის სხვათა შორის სერიოზულად თუ გაინტერესებს ქუთაისში შემორჩენილი ყველაზე ძველი საერო შენობა. საქართველოში საერო შენობები მაგრად გვიჭირს. უფრო ციხეები და ციხეები, ეკლესიები. საერო დანიშნულების არქიტექტურა ფაქტობრივად გადაგვიშენდა, ესე ვთქვათ. ხო და ეს არის ქუთაისის ყველაზე ძველი საერო შენობა ოქროს ჩარდახი რა, სადაც კაი გულაობები იმართებოდა. მე-17 საუკუნეშია სავარაუდოდ აშენებული. მოდი გადავამოწმოთ, რამე ხო არ მოგატყუე. იმიტომ რომ დიდი ხნის წინ ვისწავლე რაღაცეები და რა გვიჭირდება ცოტათი, იმიტომ რომ ვერ გეუბნები პატიკო ვერაფერს, იმიტომ რომ ჭუჭყი ფარავს ტექსტს და იცი რა არის, შენ შეიძლება იფიქრო რომ ამის გაწმენდას რა უნდა, ეგრე არ არის რა. ეს იცი, ამის გაწმენდას შენ ეხუმრები? ეს უნდა გახსნა, ამოიღო ეს ტექსტი გაწმინდო, მე ჩადო უკან დაახურო თავი, ეს ბაო, ეგრე. ტენდერია გამოსაცხადებელი. ხო. ნაგვიანი უნდა იყოს, ხო, ეხა ტურისტი მოვა ნახავს და ისეთი ძველია, რომ ტექსტიც კი ძღნერში არის. ხო, ეს მე-16-17 საუკუნის მტვერი რა. ცოტა კაი რა არის, იცი რომ აი ინგლისურში ხელა მტვერი არ არის. ხო. აი ქართულში ეხა ჩვენ ისედაც უნდა ვიცოდეთ. რადგინა წაკითხვა. რა არის ეს თუ არ იცი. კაი, წავიდეთ ეხა. ბაზა გადავიღოთ ეხა. წავედით ბაზარზე ხო. ერთხელ ერთმა დიდმა ქართველმა მწვრთნელმა და ფეხბურთელმა გვარს არ დავასახელებ, განაცხადა რად უნდა ფუტბალისტს ბაზა? რაშიც მე მას კატეგორიულად არ ვეთანხმები, დიდი სიყვარულის მიუხედავად, ძალიან ვაფასებ და კაი ადამიანია, მაგრამ ჩემი აზრით ფეხბურთელს საფეხბურთო კლუბს აუცილებლად სჭირდება ბაზა. ნუ ეხა ეს ადამიანი გულისხმობდა რა ჩვენ დროს პირობები არ იყო, მაგრამ აინც კარგად თამაშობდით და მაგკუთხით თქვა რომ რატო და ფუტბალის ბაზა არ ბენინე ტყეში. მაგრამ აუცილებელია. ჩემი აზრით აუცილებელია და პატარა ბავშვით მიხარია მართლა გულწრფელად, როდესაც ქართულ ფეხბურთში ამ შემთხვევაში კლუბს მნიშვნელობა არ აქვს, რაღაცა რო კეთდება რა, კარგი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ ეს ბავშვებს მომავალ თაობას გამოადგება რა. ხო და წამო შევიჭყიტოთ რა. ეს არის 30-30-ზე ბუნებრივი. ესეც თავისი ფუნქცია ასრულებს რა. მაგალითად, მოთამაშე რომელიც ინდივიდუალურად ემზადება, ახალი გამოჯამრთელებულია, რაღაცა. თავისი სივარჯიშე. ძირითად ჯგუფთან თუ ვერ ვარჯიშობს, აგერ შვენიერი პატარა. ეს არის ჯანმრთელობისთვის. ეს არის ჯანმრთელობისთვის საუკეთესო რამე. და ყველაზე მეტად მიხარია რომ ბავშვები აკადემიის ბავშვები აქაც ივარჯიშებენ, რომ
გახსოვს ჩვენ ბავშვობაში რო იყო მითი რა სიმართლე რომ ბრაზილიელები რატო არიან ეგეთი მუხლმაგარი ფეხბურთელები რომ მთელი ცხოვრება პლაჟზე ქვიშაში მართლა კაია ბავშვობიდანვე სწორად ჩამოყალიბება ორგანიზმის კვება კარგი მოედანი ქვიშის მოედანი მგონია რომ სადღაც დიდ შედეგს მოგცემს რა ეს ახლა არ არის რომ დღეს გავაკეთე და ხვალ უკვე მესები დაიბადდნენ ეგრევე შედეგს ვერ დაღებს მაგრამ წლები უნდა მაგრამ ეხავე თუ ჩაყრი რაღაცა ფუნდამენტს ქუთაისში ნიჭიერი ბავშვები ყოველთვის იყვნენ ეხა მივდივართ სატრენაჟორო დარბაზში რომელიც 24/7-ზე უფასოდ ხელმისაწვდომია ბავშვებისთვის დიდებისთვის ჩემთვის არა აქ რო ცხოვრობ ბაზაზე და თან ეს შუშენს განკარგულებაშია გააქვს მწვრთნელისგან შედგენილი პირადი გეგმა მოდი ხარ როცა გინდა ვარჯიშობ კი როცა გინდა რა როცა საჭიროა ვარჯიშე შედერი იდეალური ხო კაი შედი გაქვს რა გინდა ეხლა მედი ამაზე ამ ხეზე რო ვარჯიშობ ეხლა რა ვიცი უთხასიათზე ვერ იქნები რა მორიცხული ეს არის სამედიცინო სარეაბილიტაციო ცენტრი. სარეაბილიტაციო. ძალიან კაია. შევწვებოდი ცოტა ხანი დიდი სიამოვნე. ბიჭო რა არიცი? ყველაზე მეტად რა მიხარია. ჩვენ თაობას ხო ყველაფერი აკლდა რა. ხო არაფერი არ გქონდა. ხო და აი ტორპედოს რო ექნება დიდგუნს რაღაცები, კაია კაცო. მაგრამ სხვა რაღაცა მიხარია, რომ ბავშვებს ყველაფერი ექნებათ რა ეგ ხა. ჩვენ ხო შუქიც გვიხარო და რა ტრენაჟორები და რასია, სარეალო ქვიშის მოედანია რა. კაუჩუკის მოედანზე იზრდებოდნენ ისინი, რა ქვია, თაობები რა. ტორპედოს სტადიონის გვერდით იყო კაუჩუკის ჰოკეის მოედანი. ის რო არის მეორე მინდვრის ჰოკეი რა. გარე ჰოკეი. ხო და მან ვარჯიშობდნენ და თამაში. მან წაქცევა იყო კარიერის დამთავრება რა. მუხლებს ტოვებდი ალბათ. ვიღაცა თუ წაგაქცევდა რა დაგიშავე რა მე ეკითხები რა. ბოროტი უნდა იყოს. რატო აკეთებ მაგას? ხო და მან გაიზარდა თაობები რა და აქ თუ ვერ გაიზარდა რა მაგის დედაც ვატირე რა. ყოფილი ხარ გიძია. პატიკო მოდი იონსენის მაიკა მოვიპაროთ. წავედი. XL-ი აცვია? მაიცაყო, ჩემზე პატარაა. კაი ამბები მაქვს. სერიოზულ ტრავმას გადარჩა და მალე დაბრუნდება. ჩვენიერი მაგას რაჯობი. გავშვებით ახლა წელს ევროტურნირებზე ხო გავალთ? უნდა გავიდეთ. ხო, მინიმუმ ეგ უნდა გავაკეთოთ რა. რა მინიმუმ ეგა. მომორწეს უკვე ჩემპიონობა. მოგწონს ახალი ბაზა. ძალიან მაგარი, აი დარბაზიც ხო ნახეთ ზემოთ. კი, ძალიან კაი. ახალგაზრდების შესახებ წარმოიდგინე როგორი კარგი არის ეს დარბაზიც რო გააკეთე მოედანი. აქ ცხოვრობენ ხო ბავშვები? კი, აქ ცხოვრობენ. კაი თაობაა? 25. კი, სხვადასხვა ბევრი კაი ახალგაზრდა არის. ძალიან კაია. აი აქ ხა აქ კი უნდა გაიზარდოს თაობა რა. ხო, აი ეხა უკვე მონდომების ბაზარია. კი, ეგ არის რა. და მონდომებულები არიან ძალიან აღსაკვეთო. ხო და რამდენ ხანში იწყებ ვარჯიშს? აი 5 დღეში რა, 5. სრული დატვირთვით? აა, სრული დატვირთვით და ნელ-ნელა დასრული დატვირთვით სადღაც 10 დღე ესე რა. ძალიან კაი. აბა წარმატებები და ჯანმრთელობა. ეხა წამო ბავშვებს საჭმელი შეუჭამოთ. გამარჯობა. ეს სპორტსმენების კვება გასაგებია, მაგრამ ჩემთვის სულქანი კაცისთვის თუ გაქვთ რამე ისეთი არასპორტული. სულ ყველაფერი სპორტული კვება არის აქ. მოდი ჩვენ სპორტული კვება დავიწყოთ დღეიდან. მაღაზიაში აქ არ იქნებათ ლუდებზე გადადიმე. აქ დაგვემატება მესამე მოედანი. და გვექნება ორი ბუნებრივი სტანდარტული, ერთი ხელოვნური სტანდარტული, ერთი მინი ბუნებრივი და ერთი ქვიშის მოედანი. ეს იქნება ჩვენი ინფრასტრუქტურა. პლუს ეს სასადილო, ის სატრენაჟერო სარეაბილიტაციო ცენტრი, საცხოვრებელი კორპუსი. ეს არის ჩვენი ბაზა. დავიმახსოვროთ ეს ვლოგი, ეს თარიღი და ჩვენი აკადემია რო პირველ ნაყოფს მოგცემს. ერე ვიამაყოთ ამ ვლოგი. ხო. მერე გავიხსენოთ რომ 2025 წლის ამ რიცხვში
ჩვენ თქვით რომ აი აქედან უნდა დაიწყოს რაღაც ახალი. ეხლა რა არის, იცი, მაინც გულშემატკივარს აინტერესებს დიდი გუნდი რა. ქუთაისის ტორპედოს ფანი ხარ რა. აკადემიის ფანი ხო არა ხარ, ქუთაისის ტორპედოს ფანი ხარ. შემადგენელი ნაწილია, მაგრამ მაინც თავარი არის ტაბლო ცხრილი რა. ამიტომ მესმის გულშემატკივრის რა, რომ კაია, ესეც კაია, ისიც კაია, მაგრამ შედეგი რა. მეც ეგრე ვარ რა, შედეგი მინდა რა. ხო და როგორც კი დიდი გუნდი შედეგის დადებას დაიწყებს, მერე უკვე მატარებელი დაიძრება და ის ვეღარ გაჩერდება მერე რა. ეხა არის ცოტა მიწოლა არის საჭირო რა. მაგრამ მე იმედიანად მივდივარ აქედან რა. ისეთი ცოტა ამბავი ხდება კარგი ქართულ საკლუბო ფეხბურთში, რომ ამ ამბავს ვერ გავმაზავდი აქ ამ ლოგში რა. როგორც კი მითხეს, რომ აი ბაზაზე რაღაცეები გავაკეთეთ, ეგრევე მოვარდი აქ და გადავიღე რა. სხვაგანაც თუ იქნება წავიდეთ, დამიძახეთ სადაც კარგი ამბავი. თუ ვინმეს გონიათ რომ კრიტიკა ვინმეს გვიხარია, ძალიან ცდებით. სუკაი ამბების გაშუქება მირჩევნია. აი სუკაი ამბები, აი ოღონდ კაი გამაშუქებინეთ. მოგიწოდებთ, რომ გამოიწეროთ არხი, თორემ ეგრე არ გამოდის, რომ არხი არ გამოიწერო და აქ დაიზარდონ შენგელიები, სულაქველიძეები და ასათიანები და ასე შემდეგ, არ გამოვა ეგ ამბავი რა, გამოწერის გარეშე არ გამოვა. თუ არ გჯერათ, პატიკოს კითხეთ. ხო, მართლაც გეუბნები. წავედით ახლა. დროებით.